მოდით ნახოთ მეგობრებო, რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. ნახოთ აბა. ადამიანი აუცილებლად ეცდება, რომ კარგად ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ ხედავ საკმაოდ გაურკვეველ ურთიერთობას. თითქოს თქვენს გაურკვეველი ხართ და ეს ადამიანიც, მაგრამ ეს ადამიანი ასევე გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი არის საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში, თითქოს ბოლომდე ვერ ხვდება რა და როგორ უნდა მოიმოქმედოს, რას განიცდის, რა უნდა თქვენგან, რა უნდა სასიყვარულო ურთიერთობებისგან ზოგადად, ხო? რა უნდა საკუთარი თავისგან. და ნახეთ ასეთ ამბივალენტურ გაურკვეველ ემოციებში არის და მისი მთავარი ქმედებები ახლო მომავალში იქნება ის, რომ აუცილებლად ეცდება, რომ კარგად, სწორად ჩამოყალიბოს საკუთარი ემოციური ფონი და ნახეთ, აქ იქნება მისი რაღაც რესურსების მაქსიმალურად სწორი განაწილება. პირველ რიგში ადამიანი დიდი შანსია გამოვიდეს რაღაც კონტაქტზე გამოვიდეს რაღაც გვერდში დგომით, რაღაც დახმარებით, ან დახმარების სურვილით, ასევე შესაძლოა პირიქით ადამიანის მხრიდან გაიგოთ რაღაც ისეთი ინფორმაცია, თითქოს აღარ გთვლით რაღაც კუთხით დახმარების ღირსად, მაგალითად თუ ადამიანი სტაბილურად გეხმარება, შესაძლოა რაღაც ისეთ დასკვნამდე მივიდეს, რომ აი შენ არ იმსახურებ ჩემგან ასეთ დახმარებასო, თუმცა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. კიდევ ნახოთ, რას მოიმოქმედებს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეცდება რესურსები და ენერგიები სწორად გაანაწილოს თქვენთან მიმართებაში. კვერთხების ცხრიანი, აქ ძალიან ბევრი ფიქრი მოდის, ძალიან ბევრი დაკვირვება მოდის, ადამიანი აუცილებლად დაგაკვირდებათ, ეცდება გააკეთოს მაქსიმალურად სწორი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ თვითონ რას გრძნობს განიცდის და ასევე თქვენ თავად როგორი ადამიანი ხართ, რამდენად შესაფერისი ხართ მისთვის და ნახეთ ძალიან ბევრი რამ მის ფიქრებში, მისი ფიქრებიდან გამომდინარე უფრო სწორად შეიძლება თქვენთვის არასასიამოვნოდ გამოიხატებოდეს, მაგალითად შეიძლება ადამიანი რაღაც პრეტენზიებით გამოდიოდეს დროთა დრო კონტაქტზე, ხო? რაღაც მოთხოვნებით, თუმცა ეს ყველასთან ასე არ რეზონირდება. უმეტესობასთან მაინც აქ მოდის ჩამოყალიბება და ურთიერთობის სწორად განაწილება, მოდით ასე ვიტყვი.